არაადეკვატურ ნაბიჯად შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულება, მისის მიტეს არ წაადგება ორმხრივ ურთიერთობას. მთავრობა იქნება პრინციპული და უკომპრომისო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერმა შეკითხვას რუსეთთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმაზე და პუტინთან შეხვედრის შესახებაც უპასუხა. აღნიშნეთ, რომ მიუხედავად ჩვენს მიერ წარმოებული კონსტრუქციული პოლიტიკისა რუსეთთან მიმართებაში ძალიან მე ვიტყოდი არაადეკვატური იყო ის ნაბიჯი, რაც გადმოიდგა რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან, მე გულისხმობ გაფორმებულ ხელშეკრულებას აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასთან და ასევე დაანონსებულ შეთანხმებას, რომელსაც აპირებენ რომ გააფორმონ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობასთან. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან ცუდი სიგნალი და მე ვფიქრობ, რომ ეს არ წაადგება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ჯერ ნაადრევია მე ვფიქრობ საუბარი იმის დაკავშირებით თუ როდის შედგება ეს შეხვედრა, რა ფორმატით შედგება. პასუხი არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა ჩვენ მზაობა გვაქვს, ჩვენ ვფიქრობთ უნდა შედგეს ასეთი შეხვედრა, მაგრამ ამაში შეიძლება ძალიან კარგი მომზადება.